ეროვნულ კინოცენტრში დირექტორის არჩევის წესი იცვლება. ცენტრის ხელმძღვანელ სპეციალური ჟიური კონკურსით აირჩევს. ასეთია კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება. კინოცენტრის დანიშნულ დირექტორს თამარ ტატიშვილს კი დღეიდან უფლებამოსილება ოფიციალურად აქვს შეწყვეტილი. ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კანდიდატების ვინაობა და ჟიურის შემადგენლობა ამ ეტაპზე უცნობია. კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება. ახალ ხელმძღვანელს ახალი წესებით სპეციალური ჟიური შეარჩევს. ტექსტი გამზადებული გვაქვს თითქმის, მაგრამ კიდევ უთანხმებთ. მან არის ჩამოწერილი პირობები, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ხელმძღვანელი. შეიძლება იყოს იქ ასე ეგრეთ წოდებული long list-ი, შემდეგ იქნეს უფრო მოკლე, ანუ short list-ი და ორ ეტაპად შეიძლება იქ დაიყოს. კინოცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ყოფნის ვადა დღეს ამოეწურა. თამარ ტატიშვილი ეროვნულ კინოცენტრს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. არ მქონდა შემდეგ სამწლიანი ვადით ამ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი, შესაბამისად ცივილური ფორმით ვტოვებ ამ თანამდებობას და მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქ მოვა ნაკლებად ეგოცენტრული, პროფესიონალი ადამიანი. ჟიურის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა მეცხრე არხისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ერთ-ერთი წევრი გიორგი შენგელაია იქნება. თამარ ტატიშვილის კანდიდატურა მიუღებელი სწორედ შენგელაიასთვის იყო. ცნობილი რეჟისორი მას პროფესიას უწუნებდა. ტენდენცია, რასაც კინოცენტრი წარმოადგენს და განსაკუთრებით ეს ტატიშვილის დროს გამოისახა. სულ დადიან საზღვარგარეთ, იქ დებენ ხელშეკრულებას, ერთხელი პროდიუსერები ამახინჯებენ იმ ეროვნულ სულისკვეთებას, რა თქვენ ფილმში არის. მინუსი რა იყო? იყო იურისტი. ეს ჩვენი საზოგადოება ისეთია, რომ ან კინომცოდნე უნდა იყოს ხელმძღვანელი, ანუ დირექტორი, ან არ ვიცი, რეჟისორი, იმიტომ რომ პატარა საზოგადოებაა. სალომე ჯაშის ბახმარო, ნანა ექვთიმიშვილის გრძელი ნათელი დღეები, რუსუდან ჭყონიას გაიღიმეთ, ზაზა რუსაძის ჩემი საბნის ნაკეცი. ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს და რომელთაც საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, რომლის ხელშეწყობით და დაფინანსებით შეიქმნა ეს ფილმი და რომ არა კინოცენტრი, თამარ ტატიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენ ამ ფილმს ვერ შევქმნით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კინოცენტრის დიდი გამარჯვებაა. კინოცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. სურვილებს კულტურის სამინისტროში განაცხადის შეტანა კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ. კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა კი ერთ თვეში გახდება.